ქართული ოცნების კანონების მკაცრი კრიტიკა ვენეციის კომისიისგან ლაპარაკია უცხოელი აგენტების რეგისტრაციის ეგრეთ წოდებულ ქართულ ფარაზე, გრანტების, მაუწყებლობისა და პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონებზე. ვენეციის კომისია ოცნებას მათი გაუქმების ან ძირეული გადახედვის რეკომენდაციას თავაზობს. კომისიის შეფასებით უცხოელი აგენტების შესახებ კანონი შეიცავს გაფართოებულ და გაურკვეველ განმარტებებს, რაც ხელისუფლებას აძლევს საშუალებას შერჩევითად და პოლიტიკურად გამოიყენოს ის. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ უცხოელი პრინციპალების აგენტის ტერმინები შიშის ატმოსფეროს. კომისია უარყოფითად აფასებს გრანტების შესახებ კანონის ცვლილებებს, რომლებიც უცხოური დაფინანსების გაცემისთვის მთავრობის წინასწარ ნებართვას მოითხოვს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მსგავსი რეგულაცია არღვევს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის თავისუფლებას და ქმნის თვითნებური გადაწყვეტილებების საფრთხეს. კრიტიკის ობიექტია ასევე მაუწყებლებისთვის უცხოური დაფინანსების სრული აკრძალვა, რაც კომისიის შეფასებით ძირს უთხრის მედია პლურალიზმს. ვენეციის კომისიის შეფასება არის უმწვავესი და ასეთი იშვიათად ხდება ხოლმე, თუმცა ქართულ რეალობაში უკვე მივეჩვიეთ, რომ ვენეციის კომისიის მხრიდან კრიტიკული შეფასებები იკეთდება იმ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რასაც ქართული ოცნება იღებს. ეს არის რეპრესიული და შემზღუდველი კანონი და მოსალოდნელიც იყო, რომ ის კანონები, რომელიც შეაფასა ვენეციის კომისია, სწორედ ასეთ შეფასებას დაიმსახურებდა. მთავარი საფრთხე არის ის, რომ ამ კანონების მეშვეობით და სინამდვილეში ეს იყო კიდევაც ქართული ოცნების მიზანი, რომ საქართველოში აღარ არსებობდეს არც თავისუფალი მედია და არც თავისუფალი სამოქალაქო სექტორი. არც პარტიები უნდათ, მაგრამ ეს ცალკე საუბრის თემა. მოცემულ შემთხვევაში საკითხი ეხებოდა ფარას, საკითხი ეხებოდა გრანტების კანონს, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების კანონს და ასევე მაუწყებლობის შესახებ კანონში შესულ ცვლილებებს. ყველა ეს კანონი მთლიანობაში და ცალ-ცალკე მიზნად ისახავს იმას, რომ მედიას და არასამთავრობო სექტორის მოკლებული იყოს დაფინანსების წყაროებს და აქედან გამომდინარე შეწყვიტოს არსებობა. ჩვენ ვენეციის კომისიისთვის აზრი არ გვიკითხავს, ამიტომ უფრო დეტალურად ვინც კითხა შეუძლიათ მათ მოკითხონ აზრი. ჩვენ რა თქმა უნდა როცა კანონს ვიღებთ, მაშინაც განვაცხადეთ, რომ ჩვენ მზად ვართ ფარა გავაუქმოთ, თუ ამერიკელებიც გადაწყვეტენ, რომ ეს კანონი ნამდვილად არ შეესაბამება დემოკრატიულ პრინციპებს, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს და 10 წლეულების მიერ მიღებული კანონი, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში წარმატებით იცავდა ამერიკის დემოკრატიას, კეთილსინდისიერ პოლიტიკას, საარჩევნო პროცესებს, თუ ისინიც გააუქმენ.